მოგესალმებით ჩემი დროფესებო, ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. მოდი ვნახოთ ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რა ენერგიებშია და რას უნდა ველოდოთ. წარმოთქვით მისი სახელი, შეგახსენებთ, რომ ეს საჯაროა და რა საკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშ ასე დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. უახლოესი 1 თვის განმავლობაში. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ეხლა როგორც ჩანს გატრიალებულია ურთიერთობიდან, მაგრამ რუიანებით ასე არ ნიშნავს საბოლოო წასვლას ურთიერთობიდან ჩემოძვრიფესება, ზურგით არის მოტრიალებული თქვენგან, მიუხედავად იმისა, რომ არის ემოცია ამ ურთიერთობაში, საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული, საკმაოდ ძლიერი ემოციური ფონია, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე მისი მხრიდან, მაინც არის რაღაცა წინააღმდეგობები, ნახეთ რამხელა ჯეპირს აშენებს. აი ეს წინააღმდეგობები თითქოს თვითონ ააშენა თქვენმა პარტნიორმა. ფიქრობს, რომ ძალიან დიდი ძალა გაქვთ მასზე, ფიქრობს, რომ თქვენ ცდილობთ მის მორჩილებას და ეს ცოტა მიუღებელიც არის მისთვის, ამიტომ ცოტა უნდა დარბულდეთ იმისთვის, რომ წამოვიდეს ნაბიჯები ამ ადამიანისგან. ეხლა რაღაცა გზას განიხილავს, შესაძლებელია სადმე გამგზავრება ცდილობს, თუ პირდაპირ მნიშვნელობით გამგზავრება არ არის, აუდიტორია დიდია და რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი ჩემოძვრიფესებო, ძალიან აქტიური ადამიანია. სულ მოძრაობაში, სულ გზაზე. ეხლა აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი გეგმები. პირველობისთვის იბრძვის, შესაძლებელია ეს ფინანსურ საკითხებს უკავშირდებოდეს, მის კარიერას უკავშირდებოდეს, ამიტომ აი როგორ არის იცით, თითქოს უკვე აიღო გეზი რაღაცა საოცარი გზებისთვის, თავის ცხოვრებისთვის, ამიტომაც ეს ურთიერთობა ჯერჯერობით პაუზაშია. ძალიან დიდი დანაკარგები არსებობდა ფინანსური რესურსების მისი, შესაძლებელია ეს ურთიერთობის დანაკარგიც იყოს, რომელსაც ეხლა განვიხილავთ ამ ურთიერთობაში, ესე ფიქრობს, აი ბევრი გაურკვევლობაა მისთვის, ბევრი კითხვის ნიშანია ამ ურთიერთობაში, არეული გონების მატარებელი, თითქოს ვერ ხვდება რომელია სწორი რომელი არასწორი, იმიტომ რომ თვალის ენერგია მაინც მეტნაკლებად ახდენს მასზე ზეგავლენას ენერგეტიკული თვალსაზრისითაც და პარალელურად ფიქრები ქაოსში აქ რაღაცა გონება თითქოს ვერ გამოდის. არც იმას არ გამოვაცხო, რომ მასზე მაგიური ზეგავლენები იყოს. ქურუმი, ქალი და მთვარის ენერგია ერთად ამოვიდა და ეს ზეწოლა, რომელსაც განვიხილავდი, ნახეთ როგორ იმორჩილებენ მას, ეს შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით მასზე ხდებოდეს რაიმე მორჩილება მაგიური ზეგავლენებიდან გამომდინარე, აუდიტორია კიდევ ვეტყვი, რომ დიდია და ყველასთან ვერ იქნება ერთი და იგივე რასაკვირველია, მაგრამ აქ პროცენტულობა საკმაოდ მაღალია იმის, რომ ხდება მასზე მენტალურ დონეზე თამაში, მისი გონების დაბინდვა, მისი ნაბიჯების შებოჭვა და ასე შემდეგ. აი ეს უცებიდი გადაწყვეტილებები ურთიერთობიდან წასვლის, რომელსაც მე განვიხილავდი და გატრიალებულია, იმიტომ რომ თასები ემოცია და სიყვარულია. როდესაც რვათავსი სავსეა და პარტნიორი ტრიალდება და მიდის, ესე არ ხდება ხო, სადაც ძალიან დიდი ემოციური ფონია, ესე უცებ მიტრიალება ადამიანის რაღაცის გამო არის გამოწვეული რასაკვირველია და აქ ერთ-ერთი მიზეზი უდაოდ შემიძლია განვიხილო მაგიური ზეგავლენები ჩემოძვრიფესება სამწუხაროდ არის. კარგი, კი, აი ნახეთ ცდილობს ნაპირის შეცვლა ძალიან მტკივნეულად, მაგრამ მაინც ცდილობს თავისი ნაპირების შეცვლას, ახალი გეზის აღებას, ახალი გზების არჩევას და ასე შემდეგ. ძალიან მტკივნეულად გადის ამ პროცესს, თუმცა მაინც ცდილობს ამ ყველაფრის შეცვლას. ემოციური ფონი ნამდვილად არსებობს. მოდი ვკითხოთ, რას ფიქრობს თქვენზე ფიქრი. რას ფიქრობს თქვენზე თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ფიქრი რა გაქვს? განულება ურთიერთობის სამწუხაროდ. ნახეთ, ეს მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიცახი, რომ აქ უდაოდ არის სიყვარულის ისტორია, მაგრამ აი ნახეთ, ეს სიყვარულის ისტორია განულებისკენ მიდის. აქ უზარმაზარი უფსკრულია, შესაძლებელია აი ეს ბორბალი, რომელშიც ძის აქ აღმოჩნდეს ამ უფსკრულში, ამიტომაც მოახდინა სადღაცა დაპაუზება, გაჩერება და ეს ფიქრობს, რომ დროული იყო, იმიტომ რომ აღმოჩნდებოდა უდაოდ ძალიან დიდ უფსკრულში, საიდანაც თავს ვეღარ დააღწევდა. ეს შეიძლება იყოს ემოციური ფონი, შესაძლებელია იყოს უბრალოდ მისი ცხოვრებისეული თვალსაზრისით ეს უფსკრული, ამიტომ სადღაცას დააპაუზა, სადღაცას გაჩერდა. არჩევანის წინაშეა ეხლა ნამდვილად თქვენი პარტნიორი, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ მისი სტაბილურობა იყავით, საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ეს სტაბილურობა უკვე დაიკარგა, ნახეთ, დაღვრილი წაქცეული ემოციები და აქ არის რესურსები, გახარჯული რესურსები, რომლის უკან დაბრუნებაც სამწუხაროდ თქვენს პარტნიორს უკვე ძალიან უჭირს. ესე ფიქრობს, ეს ფისი ფიქრია. მოდი ნახოთ გრძნობებში რას მოჩვენებს, რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით, გრძნობები.
მითხარი გრძნობები. აი უდაოდ არის მასე რაღაცა მაგიური ზაკავლენები შემოძვირფესებოდა. თან მძიმე ენერგიას ატარებს და ეს გრძნობებიც უკვე იმდენად ქაოსია გრძნობები. აი ნახეთ 10-იანი აქ უზარმაზარი ტვირთია თითქოს უკვე ეს გრძნობა მისთვის, რომ ის ტარებაც უკვე სამწუხაროდ ძალიან უჭირს. რთული გზა გაიარა თქვენთან ერთად და ფიქრობს, რომ აი ამ გზის დასასრულის დრო მოვიდა. სამწუხაროდ ეს მიანიშნებს ზუსტად აი ეს ორი არკანი თან 10-იანები ერთად 2-10-იანი ერთად და გრძნობების თვალსაზრისით უკვე საკმაოდ მძიმედ მაჩვენებს გრძნობებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან ღირებული ხართ და ძალიან დიდი საჩუქარი ხართ სამყაროსგან სამწუხაროდ მასზე არის აი ეს რაღაცა ნამუშევარი, რის გამოც გრძნობების ქაოსში აქ. და მაინც გრძნობა რა გაქვს? დასასრული, ნახეთ, სიკვდილი თითქოს დაუმთავრეს ეს ემოცია, დაუმთავრეს ეს გრძნობა, გადაჭრეს, ოღონდ მისინების საწინააღმდეგოდ შემოძვირფესება. მიდის გულის ჩაკრაზე სერიოზული მუშაობა. კარგი. საერთოდ თუ აქ რაიმე გეგმა თქვენთან დაკავშირებით. დამივარდა, რა დავარდა? 4-იანი ხმალი შეზღუდვები ურთიერთობაში. 4-იანი ხმალი შეზღუდვები ურთიერთობაში. მოქმედებაში. კარგი, მაინც რას აპირებ? აი, შეხედეთ რა. კოშკი, ფუნდამენტური ნგრევები. ძალიან სერიოზული ცვლილებები და ნგრევებია ამ ადამიანის ცხოვრებაში. აქ მესამე პირების ჩარევაც მოხდა პირდაპირ მნიშვნელობით. ძალიან მკაფიოდ და ცუდად, უხეშად ჩაირივნე, რამაც გამოიწვია ეს ფუნდამენტური ნგრევები. ნახეთ, მისი მენტალური მდგომარეობაც აბსოლუტურად შეცვლილია. იქიდან გამომდინარე, რომ ხდება მასზე ძალიან დიდი ზეწოლები, როგორც ფსიქოლოგიური შემოძვირფესება, ასევე მენტალურ დონეზე, ასევე ფინანსური შესაძლებელია ნგრევებიც, იმიტომ რომ დანაკარგებიც ეღან ამოვიდა ფინანსური. ამიტომ აი რაღაცა ქაოსშია მოყოლილი და ფუნდამენტური ცვლილებების ეტაპს გადის. კარგი, ქმედება რა გექნება უახლოეს პერიოდში? სამწუხაროდ ფეხებით არის დაკიდებული. რატომ მიზეზი რა არის? მესამე პირების ჩარევა. უდაოდ. აი ეს მესამე პირები აპაუზებენ ტყუილი, ღალატი, მანიპულაციები და ასე შემდეგ. როგორც ჩანს თქვენი ვაჟბატონი მანიპულაციების მსხვერპლია ვიღაცამ უკვე მოამწყდია აი ამ სუნდუქში და გადაუკეტა. ნახეთ რა დღეშია, არ არის კარგად. ქმედება. ვეკითხები ქმედებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს სიშორე რჩება ჯერჯერობით კიდევ. ნახეთ, შორიდან ატევნებთ ერთმანეთს თვალყურს. ნაბიჯები. ძალიან უნდა რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ძალიან უნდა რომ გაიმარჯვოს ამ სიტუაციებზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ამ ნეგატიური ენერგიების ზემოქმედების გამო გაყინულია. ნახეთ, არ იცის რა და როგორ გააკეთოს ჯერჯერობით. ქაოსშია მისი გონებაც, მისი ნაბიჯებიც, მისი ქმედებებიც და ზოგადად თვითონ არის თავდაღირად აყენებული. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ შემოძვირფესებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე. მიყვარხართ.